პატივცემულო ქალბატონო კულტურის მინისტრო, ოლად სამღვდელონო მდელმთავარნო, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, მამებო, გულითადათ მოგესალმებით ყველას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის სახელით მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მინდა შეგახსენოთ, რომ წელს აღინიშნა წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლის თავი. მოგეხსენებათ, რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა წმინდა მეფე ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობას ქვეყნის აღშენების საქმეში. ამიტომ მის მიერ აგებული გელათის მონასტერი ეს არის სიმბოლო ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოსი. ეს ძეგლი, ეს კომპლექსი გვაერთიანებს ყველას, ეკლესიასაც, სახელმწიფოსაც. ამიტომ გვმართებს ვიზრუნოთ განსაკუთრებით და მოუფრთხილდეთ აი ამ დიდ მემკვიდრეობას, რომელიც წმინდა მეფემ ჩვენ დაგვიტოვა. დღევანდელი ჩვენი კონფერენციის მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველოს საპატრიარქომ, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციაზე, წარმოგიდგინოთ ორწლიანი მუშაობის შედეგები და მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ პროცესს წარმართავს გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი. ჩვენი შეფასებით გელათის მონასტერში არსებული ყველა პრობლემური და საჭირო მიმართულებით გაწეულია დიდი შრომა და ძალისხმევა. ვფიქრობ, რომ კონფერენციის დასასრულს ამაში დარწმუნდებით მეცნიერებიც და დამსწრე საზოგადოებაც. უნდა აღინიშნოს, რომ მუშაობის ყოველ ეტაპზე თითოეულ მოქმედებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხს, რათა ყველა საკონსერვაციო მიმართულება და საბუშაო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდებოდეს. რეაბილიტაციის პროცესში დაიძლია მთავარი სირთულე. შეჩერებულია შეუქცევადი დაზიანების საფრთხეები და მიმდინარეობს ფართო მასშტაბიანი მუშაობა, როგორც სამეცნიერო კვლევა-დიაგნოსტიკის, ასევე ფიზიკური სამუშაოების მხრივ. მაღალმა სამეცნიერო დონის კვლევა-დიაგნოსტიკამ შექმნა მტკიცე და უსაფრთხო საფუძვლები ყველა მიმართულებით. იქნება ეს მონასტრის კათედრალის ერთიანი დროებითი გადახურვის გრანდიოზული პროექტი, გელათის სამონასტრო კომპლექსის მართვის გეგმის დოკუმენტი, მხატვრობის და მოზაიკის კონსერვაცია, რესტავრაცია, სტრუქტურული კვლევები, გეოლოგია თუ სხვა. ყოველივე ამისთვის და სრულიად უანგაროდ გაწეული მსახურებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი როგორც ჩვენს ეროვნულ სამეცნიერო საბჭოს, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს წევრებს. ასევე მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო საერთაშორისო აღიარებული სპეციალისტების მიმართ, რომლებიც დაგვთანხმდნენ ჩართულიყვნენ გელათის რეაბილიტაციის პროცესში და ხელმძღვანელობენ თავიანთ საკონსერვაციო მიმართულებებს. მადლობას ვუხდი ქართველ სპეციალისტებს თავდადებული და მაღალპროფესიული შრომისთვის. სწორედ პროექტში ჩართული მეცნიერების და გამორჩეული პროფესიონალების რჩევებმა, მაღალი დონის სპეციალისტების შრომამ და მათმა ერთობამ განაპირობა მნიშვნელოვანი პროგრესი გელათის მრავალმხრივი პრობლემების დასაძლევად. გაწეული სამუშაოსთვის დიდი მადლობა მინდა გადაუხადო არქიმანდრიტ კირიონ ონიანს და მასთან ერთად გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის სხვა წევრებს, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ არიან ამ პროექტის მთავარი მამოძრავებელი და შემკვრელი ძალა. გელათის რეაბილიტაციის პროექტი თავისი მასშტაბურობით და საკონსერვაციო კომპონენტების ერთობლიობით უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში. გარდა ამისა, ის ამ სფეროს წარმომადგენლების დიდ ყურადღებას იპყრობს მთელ მსოფლიოში. საქართველოს საპატრიარქო ძალისხმევას არიშურებს, რათა გელათის რეაბილიტაცია მიმდინარეობდეს ისე, როგორც ეს ამ დიდებულ მონასტერს შეჰფერის. ვფიქრობთ, ეს მართლაც ასეა და ვმადლობთ უფალს ამისთვის. ყოველივე ამის განხორციელება, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს მთავრობის დახმარების გარეშე. და
ჩართულობის გარეშე. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელსაც იგი იჩენს გელათის რეაბილიტაციისადმი. გულისხმობ არა მხოლოდ ფინანსურს, არამედ მორალურ თანადგომას და მხარდაჭერასაც. ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის თანადგომამ პროექტის საწყის ეტაპზე გადამწყვეტი როლი შეასრულა. დასასრულ მინდა გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევა ყველას, ვინც ამ დიდ საქმეში მონაწილეობთ და ასევე დავლოცო ყველა, ვინც ჯანსაღ ინტერესს იჩენს ამ პროცესისადმი და ამ წმინდა სავანეში მიმდინარე აღდგენის ამ დიდი საქმისადმი. შევთხოვთ უფალს არ მოგვაკლოს მადლი და ძალა, რომ ეს დიდი პროექტი ღირსეულად წარიმართოს შემდგომშიც და შესაფერი მშვენიერებით და წარმატებით გასრულდეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ და გაგახაროთ.